ყვარამ გაანადგურა და მოსპონთლიანად სტენფორდ ბრიჯი. რაღაცა იჭიკო და ატლეტიკო ბილბაო არ არის, მაგრამ მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხანია ვიდეო არ ჩაგვიწერია, ჩვენებრალი ეგ არ არის, ფეხბურთების არ აქტიურობის გამო არის. ნუ ეხლა კი იყო მსოფლიოზე გამოსვლელი თამაშები, მაგრამ მაგას ცოტა მსოფლიო ჩემპიონატი რომ მოხულდება, მე განვიხილავთ, განვგზებს, ვინ როგორ მოხდა, რანაირად მოხდა და პროგნოზებს. ეხლა ვისაუბრებთ და შევაჯამებთ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპს და მოკლედ, ძალიან მოკლედ ზედაპირულად მოკლედ გავიხილავ, ჩვენაც დავაფიქსირებთ წყვილებზე. საინტერესო თამაშები იყო ძალიან ბევრი. და პირველი დავიწყოთ გალა ლივერპულით. სადაც ჩვენ ფენტეზიში ვთქვით რა, ფენტეზის მიმოხილვის დროს რომ თურქეთში გავუჭირდება ლივერპულსო და გავუჭირდა კიდევაც და წააგო კიდევაც, კი. არა მეორე თამაში უკვე აი საერთოდ სანსიროა. ჩემთვის მეორე თამაში ძალიან ისეთი იყო რა. ველოდებოდი რომ ეგრე მოხდებოდა და ეგრეც მოხდა კიდევაც რა. ცოტა მეწინააღმდეგობას ველოდებოდი მე სიმართლე გითხრა, არა საერთოდ ნუ გალათასარაი აქეთ ლივერპულია და ინფილდია და ეხა ინფილდზე გალათასარაი კი არა შეიძლება რავი რეალი გაიქროთ რა და მოკლედ მარტივად ლივერპულმა ეგ სალაჰმა მაგარი გოლი გაიტანა, სობოსლაიმ ისე ვიფრინა, ეხა ეკიტიკემაც ძალიან მაგრა ითამაშა და მოკლედ გადაუარა რა ლივერპულმა მარტივად ვთქვა გალათასარაის და მოდი შემდეგ ატლანტა ბაიერნიც უნდა ვახსენოთ უი ძალიან დაზაბული წყული. კატასტროფა იყო ეს ატლანტას ხრიდან შემოგთავაზა როგორ უნდა განადგურდე 10-2. მაგრამ რეკორდამდე 1-0 რა რაღაცას ველოდებოდი? საერთოდ არ ველოდებოდი. თქვათ ესეთ რაღაცასაც არ ველოდებოდი. ოდნავ ნაკლებ გოლს ველოდებოდი ბაიერნისგან, თქო 10 არ მეგონა. აი შეიძლება რეალს გაუტანა. ანუ იმას თუ დააკვირდეთ, ზუსტად, ანუ ბაიერმა მე-10 გოლი რო შეაგდო, ანუ მე 4-1-ზე, 4-0-ზე, გრაფაში 10-იანი ვერ ჩაედი. ანუ მზადაც არ იყო. UEFA რო არ და ბაიერნისთვის ზადნა იყოს ხოლმე UEFA, თორე აუ ყველაზე მეტი გოლი. ბაიერში რა გითხრათ, რა ვიცი, კეინი დაბრუნდა მეორე თამაში დუბლი შეაგდო. ლუის დიასმა იფრინა, ოლისემ პირველ თამაში იფრინა და მეორე თამაში გამოტოვა დისკვალიფიკაციის გამო. იმაში გასვლაზე ერთი გოლი გაუშვეს 93-ზე ეგეც ძლივს, თორე ატლანტას საერთოდ გოლი ვერ გაქონდა. ბაიერნთან მოკლედ არაფერი არ ეცეცა. რასაც ფიქრობდი, რომ ის მოხდებოდა ზუსტად ის მოხდა და შემდეგ აი ის გავს თამაშზე რომ გადავიდეთ, ალბათ რომ ფიქრობდით, რომ ნიუკასლი განადგურდებოდა, ბარსამ ასრულა სახლში. ინგლისში ეგეც თქვით რომ დაძაბული თამაში იქნებოდა. ნუ მაინც ატმოსახლის გუნდია ნიუკასლი და გაძულდა აი კამპნოუზე უკვე შეეტყოთ რომ პატარა გუნდია რა მაინც. გრანდი არ არის და აი მესამე გოლზე ძალიან გადაუარი აი მის ბოლოს აი რომ გააყოლა პენალი და თორე ჩემით მაკაცები იყვნენ და ანუ იმენაო გადაი აზრი არ ქონდაო რა. ისეთი ატმოსფერო იყო რომ მოკლედ ძალიან გადაუარის რა. ფსიქოლოგიურად იმენა შეჭამის და შედეგიც სახეზე არის რა. გადაიწვათ ან ნიუკასლიც სუსტად დასუსტდა რა. აღარ შეუძლია მაგდები. რეკორდული როდენობის თამაშები ითამაშა. ახალი სისხლი არის საჭირო რა, მე თუ მკითხო ნიუკასლში, მაგას ახლა მე ზაფხულს შევხედავ რა. და ამასობაში კიდევ ერთ მსგავს მარტივ წყულზე რო გადავიდეთ PSG Chelsea, როგორც პირველ თამაშში ყვარამ გაანადგურა და მოსპონთლიანად სტენფორდ ბრიჯი, ისევ მეორე თამაში ზუსტად იგივე რა. ანუ არაფრინაირი შანსი არ დაუტოვა საერთოდ PSG-ში. ანუ პირწმინდად გაანადგურა. აი პირველ თამაში სახლში პარიზში ცოტა წინააღმდეგობა გაუწიეს მართალია, მაგრამ ყვარამ რო წეტილი დასვა, მეორე თამაში გაგრძელდა რა. მოსალოდნელი. როსონერი აი ვერაფერ ვერცეთ კითხვაზე პასუხი ვერ გაცადა. ჩემთვისაც მოსალოდნელი იყო, რავი თორნიკე იძახდა ხოლმე Chelsea გაუწოს წინ. ვაფშე ამ Chelsea მაგრა ევასება, მგონი Chelsea-ს წონი ფანი არის და მოკლედ რავი PSG-მ გადაუარა აქაც არაფერი ისეთი ყვარამ სასწაული პერფორმანსი იფრინა. სახშიც გასვლაზეც ძალიან მაგარი იყო და რავი დიდი იმედი გვაქვს რომ ლივერპულთანაც სამწუხაროდ მამარდას წინააღმდეგ, მაგრამ ხო ნუ ფურცელზეც ფავორიტი არის PSG და ცირა პროგნოზი რო გავაკეთოთ, ჩემი აზრით PSG ლივერპულსაც ისე მარტივად ხო ფორმის მხრივადაც რო აიღო, ეხა მამარდას სათამაშოდ რო არ ეძლევა, ყვარა არ ვიცი, ანუ მე ჩემთვის ნაპოლის ყვარაში და ჩემპიონატში უკეთესი არის ვიდრე ლიგა 1-ში არის ყვარა. ანუ სერიაში პირველად მაგარი იყო რა. ჩემთვის. მაგრამ ესეთი ლიგაზე, ანუ ეხა რაღაც არანორმალურ ფორმაშია. ჩამოვიდა, სანაკრებო დუბლი შეაგდო და ძალიან კარგად ლიტვასთან ისეთი ჯარიმა გაქონდა რომ რავი 40 მეტრიდან, ანუ
ძალიან მაგარ ფორმაშია ყვარა და რა ვიცი. გონია რომ ლივერპულსაც ზუსტად ეგრე გააყოლებს. მიაყოლებს თამაშს. ხო, ენრიკემ გონია რომ იმედია რომ მაკრო არაფერს არ მოიგონებს. ხო, კიდე ერთი, შედარებით თუნდაც საინტერესო წყვილი იყო არსენალ ლევერკუზენი, სადაც გერმანიაში არსენალი გადარჩა ძალიან, ჰავერცის პენალი რო არ გაეტანა. კაცშულმა არ იცის რა მე რა ლონდონში როგორ იქნებოდა, პირველი ტაიმი რომ მე ლევერკუზენს გაეკაჩა, ხო ხდები 45 წუთი გასატანი გაქვს, იქ ნერვების თამაშია, თან ახლა არსენალს კი წელს ალბათ პრემიერ ლიგას მოიგებენ, მაგრამ აი ეს საჩემპიონო მენტალიტეტი ახლა რაც რეალს აქვს და რაც სიტის ქონდა, ხო ხდები პრაიმში. არასდროს არ მოუგია გუნდს ჩემპიონთა ლიგა თუ როდეს ეხლა უნდა ჩამოიყალიბონ და ეხლა ამ გუნდს არ ეთყობა, საჩემპიონო გუნდი ნამდვილად არ არის რა. ლევერკუზენთან რომ ესე ძალიან გაგიჭირდება და სახლში 2-0 ხო ვითომ რაღაც ანგარიში გასვლა კი გასვლაზე გაუჭირდა გერმანია ასე ვთქვათ ერთ-ერთი სახლში 2-0 ხო სოლიდური ანგარიშია ჰანდიკაპია. კატასტროფული თამაშია. ძალიან დაბალი ხარისხი იყო იმ გუნდზე ამ გუნდზე რო თქვა რომ ეს ფავორიტიაო ჩემპიონთა ლიგისო აი სისულელი. იმიტომ რომ ფავორიტები ესე არ თამაშობენ. დაცვაც არის და დაცვაც. უბრალოდ ახლა შედეგს დებენ რა, და ამათ შედეგი არის მნიშვნელოვანი და არა რაღაცა სიამოვნება და მოკლედ არსენალი გავიდა, შემდეგ გადავიდა ბარემ შემდეგ თამაშზე. ძალიან გაუმართლა არსენალს. ალბათ ყველაზე საინტერესო იყო სპორტინგი. ბოდოს გასვლა, რა თქმა უნდა, რომ ძალიან მინდოდა, მაგრამ ვიძახთი, რომ სპორტინგთან ძალიან გაუჭირდა ბოდოს გასვლაზე თქვა და 5-0 მოუგეს. მაგრამ ეწყინა ბოდოს გავარდნა, მაგრამ ეგრე არა, არ არის ყოთ კლასი. ჩემთვის არ არის არგუმენტი რა, რომ რადგან სიტის მოუგეს, რადგან ინტერს მოუგეს, წავალ სპორტისგანაც მოუგებენ, არ ხდება ეგრე ფეხბურთში რა. ფეხბურთში შეიძლება წახვიდე და ბარსას მოუგო და წამოხვიდე და რაღაც იმას ჟირონასთან წააგო. ჩვეულებრივი მომენტია, ეგ ფეხბურთია და ხდება ეგეთი რაღაცები და ხო, სპორტინგი რო ახლა უკეთესი გუნდი არის ბოდოზე ყველამ ვიცით და ეგრე მოხდა რომ სპორტინგმა ამ შემთხვევაში დაუკაჩა ბოდოს და გავიდა შემდეგ ეტაპზე, სადაც არსენალს შეხვდება. და არსენალსაც გონია რომ ძალიან ლევერკუზენზე მეტად გაუჭირდება, ეგრე ვფიქრობ. არ ვიცი რა როგორ იქნება, მაგრამ ეგეთი შეგრძნების დონეზე ეგრე ვარ. საპარი უბრალოდ ბოდოსი ნადრევად დამთავრდა. ცოტა უფრო დიდხანს გვინდოდა რომ მეწყინა ხო და მაგრამ შემდეგ წელს ეს უნდა იყვნენ ლიგაზე და შემდეგ წელს უყურთ მოუგდებით. მქონივე რა, თუ არ ვიცი, ნორვეგიას მეორე ადგილს თუ მისცემენ. ჩემპიონები ვერ გახდნენ. ბოდო ვერ გახდა ჩემპიონი. ბოდო ვერ გახდა ჩემპიონი. ვიკინგმა მოუგო, ვიკინგი გახდა ნორვეგიის ჩემპიონი. ვა. შეიძლება ბოდო ევროპა ლიგაზე ნახოთ პირიქით და არა ჩემპიონთა ლიგაზე. არა ეს გუნდი ჩემი აზრით დაიშლება, მაგრამ და ეხლა უკვე დაიტაცებენ ნელ-ნელა მოთამაშეს. ეგრევე. გადავიდეთ შემდეგ თამაშზე, ატლეტიკო ტოტენჰემი. პირველი თამაშიდან გამომდინარე ცოტა უინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტოტენჰემმა ცოტა გაიფართხალა სახლში, მაგრამ ვერაფერი სტანდარტულად ტუდორმა კლასი გვაჩვენა და ერთი ბურთით მოუგო, როცა სამბურთიანი ჰქონდა თაზაგაჩი. უბრალოდ ტოტენჰემი ისეთი ცოდო გუნდია ახლა რომ მაგათაც დავაფასოთ ხა ატლეტიკოსაც რომ მოუგეს სახში და რაღაცა ატლეტიკოს სიმეონეც ხო იცი რომ გაიძაღლურად სამბურთი და რაღაც იტვალეს რა ეს სიმეონე ეს უნდოდა აი ხა რაც მოხდა ეგ უნდოდა რა მაგრამ არ უწვალია ტოტენჰემს რომ ძალები იყო რომ აი ეს ყველაფერი შეექმნა და მაგრამ მარტო ის რომ ატლეტიკოს გაეჩალიჩებენ თავისთავისთვის მაინც ცადეს რა ტოტენჰემს და მოკლედ ატლეტიკოს დიდი სიურპრიზი შეახოდრეს. მე უკვე შემდეგ ტურში ძალიან საინტერესო იქნება ბარსელონა ატლეტიკო. საინტერესო ფაქტი კიდე ის არის, რომ შემდეგი 4 თამაშიდან 3-ში ეთამაშებიან ერთმანეთს. ჩემპიონთა ლიგაში ხვდებიან ლა ლიგაში და მე კიდე ჩემპიონთა ლიგაზე და კი ბატონო. ძალიან საინტერესო ნახოთ რა. წესით ხო აი მაგაზე მე ეხლა მე ფინალებზე უფრო ხანგრძლივად შევწერთ. და ყველაზე საინტერესო და ალბათ ტურის კი არა, თრიანად მერვეთ ფინალის ცენტრალური მატჩი რაც იყო, რეალის სიტი, სადაც შეიძლება პროგნოზი გაგვეკეთებინა, რომ რეალი გავიდოდა, მაგრამ ვალვერდემ აქ რაც გააკეთა, ჩადი ყველი და ვალვერდე. ჩადი ყველი და ვალვერდე ნამდვილად გაანადგურა, მოკლედ პირველი თამაშის მერე ფაქტიურად გვეგონა რომ აზრი დაეკარგებოდა, უბრალოდ მეორე თამაშზე უფრო მეტი კონცენტრაცია უნდა მოახდინოს. რეალი მაშინ არის ჩემთვის ამ ჩემპიონატში სახიფათო როცა ანდერდოგად ითვლება რა. რეალიც ფავორიტად ითვლება, არ ვიცი რატო, მაგრამ ისედაც ამ ხელა კლუბში, ამ ხელა ისტორიის მქონე კლუბში რომ კიდე ეგოს პრობლემებია და ეგოს პრობლემა არის ის რომ შენ უკვე ფავორიტად გადიხარ, ინაირად მოშვებული გადიხარ. ეს დაჩვეულებრივი ფსიქოლოგია სპორტშიც რა, ეგ არსებობს და
ხალხი ვიცი რომ ჩამოწერილი ყავ ხარ კრიტიკაში ხარ და რაღაც აი ამ კრიტიკას მე რაც ვცხოვრობ ყოველ შემთხვევაში რეალზე უკეთ ვერავინ ვერ უძლებს რა და რავი გამოვიდა ფედე ვალვერდე გაიტანა ჰეტრიკი მე წავიდნენ ინგლისში გასაგებია რომ ბერნარდო სილვა გააგდეს და რო არ გაიგდოს შეიძლება სხვა რაღაცები მოხდარიყო თუმცა მაგის თქმა მინდოდა ზუსტად სხვა ანუ ბერნარდო სილვა რო გაიგდო ჩემი აზრით სხვანაირი თამაში წავიდო და საერთოდ რა თქმა უნდა მაგრამ ფეხბურთის ნაწილია ალბათ უფრო დაძაბული იქნება ფეხბურთის ნაწილია რა ეგ მე ჩემთვის ეგ გამართლება არ არის რომ ბერნარდო სილვა გააგდეს გამართლება არ არის უბრალოდ ცოტა უფრო ის იქნებოდა რა სანამ დასამახსოვრებელი უფრო რა თქმა უნდა მაგრამ მომენტი წაგვართო მანდაც წავიდა მანდაც მოუგო რეალმა ვინისიუსის დუბლი სადაც ვინისიუსის დუბლის გარდა ერთი კიდე სამი შეიძლება გაეტანა მაგრამ ნუ მაინც ორი თამაშის ჯამში ის მოხდა რა რა ქვია აი ჩვენი პირადი პროგნოზით ალბათ რასაც ველოდებოდით და ზოგადად ფანობიდან გამომდინარე ზუსტად ის მოხდა მაგრამ თვალდასეც არ ველოდით რა არა ძალიან ვალვერდეს ბენეფისი იყო ეს მთლიანად დანარჩენი რა ვიცი ხალხო მოკლედ მეოთხედფინალები არის აი ესე რომ ვუყურე ფურცელზე ესეთი კაი მეოთხედფინალები ბოლოს აი არ მახსენდება რა იმიტომ რომ იდეაში რომ შეხედო აფიშით ყველაზე ნაკლებ აფიშიანი არის სპორტინგი არსენალი მაგრამ ეგეც აი დამიჯერეთ მაგარი თამაშები იქნება რა პორტუგალიშიც და ინგლისშიც თქვენ ახავთ პროფესიონალურ სვარკას მაპატიეთ ამ სიტყვისთვის გირჩევთ რომ ის გაიკეთოთ რომ აი არსენალის თამაშს ეგრე უნდა უყუროთ ნამდვილად რა საშინელებას და ისეთ თამაშებია რომ არსენალს გონი საერთოდ არ უნდა უყუროთ ანუ სპორტინგის ხარეს უყურეთ რა ანუ სპორტინგის ფეხბურთელებს უყურეთ არსენალის რა რეალი ბაიერნი ყველამ ვიცით რომ უკვე კლასიკა შოუ იქნება ანუ მე ვერ წარმომიდგენია აქ რომ ანუ შეიძლება ანგარიში აი ერთი გოლი გავიდეს მაგრამ ანუ თამაში იქნება სასწაული რა ერთი გოლის მე ამჯერო ხო არა რა თქმა უნდა ბევრი გავა მაგრამ ანუ მოკლედ შეუძლებელი ბარსა ატლეტიკო ბევრჯერ გვინახავს და ყოველთვის საინტერესო არის ამათ თამაში და ისეთ ორივე გრანდი არის და ძალიან საინტერესოა PSG ლივერპულიც PSG ძალიან ფავორიტია ჩემ თვალში მაგრამ განმეორებითი ენფილდზეა და ლივერპულია რა ანუ ეხა რაცა იჭიკო და ატლეტიკო ბილბაო არ არის მაგრამ ნუ ხომ ის ლივერპული არ არის ხა რომ რა თქმა უნდა მაგრამ მე ძალიან ველოდები მოკლედ ყოველ თამაშს რომ მოახლოვდება თამაშები ჯერ არ არის ეგ დრო მოკლედ ჩაწერის დროს რომ მოახლოვდება ეგ თამაშები ჩვენ ფენტეზის კუთხით გადავიღებთ ვიდეოს თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ პროგნოზებს და ჩვენ იმას გეტყვით ამ თამაშებზე ნუ არ უნდა მე და თორნიკეს თქმა რომ ძალიან საინტერესო თამაშები გველის პატარა მარტივი პროგნოზით რო გავაკეთოთ ჩვენი აზრით ყავა ალბათ PSG რეალი ალბათ ბარსელონა და არსენალი რა ამას უფრო ცლად უკვე შემდეგ ვიდეოებში განვიხილავთ ლოგიკურად უნდა გავიდეს PSG ლოგიკურად უნდა გავიდეს ბარსა ლოგიკურად უნდა გავიდეს არსენალი ლოგიკურად უნდა გავიდეს ბაიერნი მაგრამ რეალთან ლოგიკა ბევრმა დაგვიწერა TikTok-ზე რომ რეალის ფანები ხართ ეგ უკვე ვიდეოში ვახსენეთ თუმცა რა ვიცი თუ გვიყურებთ YouTube-ზე და თუ არ გვიყურებთ გვიყურეთ ანუ სექტანტები ნუ მე არა ვარ თორნიკე უფრო სექტანტი არის ალბათ მაგრამ ეხა იმას ანუ არაადეკვატური არ არის უბრალოდ ეხა ჩემ გარკვევით ხო რეალი გავათქვი რომ რავი 2012 წლის მერე თამაშიც კი არ მოუგია ბაიერნს ჩვენთვის და ეგეც წაწიკავს ბოლოს ხარ თამაში 7 მოგეთ 2 ფრე იყო რა და მით უმეტეს ახლა ჩვენ მოთამაშეებსაც აქვთ გამოცდილება როგორია ბაიერნთან გატანა. თუნდაც ბაპეს, თუნდაც ვინის და იმედი შეგვიძლია რომ გქონდეს. ლუნინის გვახსოვს როგორი იყო ბაიერნთან და ნუ თქვა ისე რომ არ გამომივიდეს რეალის ფანიდან ნასაუბრები. ძალიან დაძაბული თამაში იყო. ბაიერნი ფავორიტია რა, ეხლა მაგაში ორი აზრი არ არის. ფუტსალზე რა თქმა უნდა ფავორიტია. ბევრად გამართულ ფეხბურთს თამაშობს და ბევრად სტაბილური სიტუაციაა ეხლა გერმანულ კლუბში ვიდრე რეალში. უბრალოდ ჩემპიონთა ლიგაზე მაინც რთულია. უბრალოდ ჩემპიონთა ლიგაზე რეალთან ხო ნუ აზრი არ აქვს, ნახოთ. ბუქმეიკერებმა რაც არ უნდა თქვან, მაინც ზუსტად. ანუ ფენტეზის კუთხით მოკლედ ჩავწერთ ჩვენ პროგნოზებს უფრო დეტალურად. თან თუ იქნება რამე აპდეიტი ტრამვაზე ან რაღაცას ყველაფერი გვეცოდინება და შესაბამისად შეიძლება ეხა რაფინიას ტრამვა რო გავხსნილდა რა, ეხა რაფინიას ტრამვა ბარსა მაინც ფავორიტია, თუმცა რა თქმა უნდა რომ ბარსას გასვლის შანსები შეამცირა, იმიტომ რომ ხო ეხა დამრტყმელი ძალა რაფინია და თან ჩამოსვლებელიც არ ყავთ რა წესიერი რა. რაფინიას ბარსელონა ბოლო წლებში ისე ჩამოყალიბდა რომ მგონია მაინც ფავორიტად დიდ ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ ატლეტიკოს. მეც არა გეთახმები, მაგრამ ანუ ხო ხტები რა. იამალი მაინც თავისას იზავს. ანუ შეიძლება თამაშამდე ეხა დაიწეროს ის აპდეიტი რომ ბაპე არ იყოს და რაღაც და ეხა მე შეიძლება ვთქვა რომ აი ბაიერნი უეჭველი ანუ მოკლედ
მოახულდება. ჩვენ პროგნოზებს გეტყვით. ფენტეზისაც ჩვენ გუნდს გაგიზიარებთ ჩვენ რეკომენდაციებს რომ ვინ დავაყენოთ, როგორ დავაყენოთ. რა ვიცი, ვინც ეხა პირველად გვიყურებს ვიდეოს. ეხა ვჩართ გათამაშებაში, რა ვიცი, სასწაული თუ მოხდება რომ მოიგოთ, მაგრამ ვინც აქამდე იყო უკვე ჩვენ ლიგაში გაწევრიანებული. ვინც აქამდე იყავით, აუცილებლად უნდა დაგვემატოთ, იმიტომ რომ შანსი გექნებათ მოიგოთ როგორც მანამდე თქვით, სეტანტას. კი და საინტერესო მიმდინარეობს ლიგაზე რა ეხა ის. ხო, ანუ ის იქნება რა, მარტივი არ იქნება. სენატას ერთწლიანი გამოწერა როგორც ჩვენი პრიზი და თქვენი საყვარელი კლუბის რეტრო მაისური. მე და გიოც ვართ ან მაგ ლიგაში და ჩვენ გუნდებსაც დააკვირდებით და რას ვფიქრობთ მართლა რა. ანუ კი თამაშია, მაგრამ ნუ რეალურად ობიექტურად ვიზეც ვფიქრობ და ვინც ყველაზე კარგი იქნება, იმათ ვაყენებთ და იქაც ნახავთ რომ თვალ ეგეთი მადრიდისტებიც არ ვართ რა, როგორც იძახით ხოლმე. ხო და ძალიან ბევრი ის წამოვიდა რაღაც ბოლო პერიოდში, რომ ისე გამოგდის, რომ რაღაც აი უკმაყოფილოები ვართ თუ რაღაც არა ანუ მადლობა თითოეული რაღაც გამოწერისთვის, მოწონებისთვის, გადაზიარებისთვის. უბრალოდ ანუ რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი იქნება, ანუ ძალიან ლოგიკური არის რა, ეხლა ჩვენს ადამიანები ვართ და мотиваცია გვეძლება თქვენი მხარდაჭერით ეს კონტენტიც საერთოდ იმიტომ კეთდება, რომ ვისიამოვნოთ თქვენთან ერთად რა და ძალიან დაგვეხმარებით თუ ამ ვიდეოს გადააზიარებთ, გამოიწერთ და ლაიქებთ და გამოიწერთ არხს და დააკომენტარებთ. ანუ ნებისმიერ რაღაც შეიძლება დაგვეხმაროთ რა. და მიაწვდინოთ სხვასაც ეს ვიდეოები, ვისაც ჩვენაირად უყვარს ფეხბურთი, სპორტი ზოგადად და ფენტეზი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიახლე იგეგმება მართლა ხალხო. ნახავთ რა მომავალში მაგ სიახლეებს. სხვა მიმდინარეობის დამატებასაც ვაპირებთ, იქ სტუმრების ვარიანტებიც არის, იქ ახალი სტუდიაც, იქ სპონსორებიც, მოკლედ. ძალიან ბევრი სიახლე გვექნება აუცილებლად და დარჩით ჩვენთან ერთად რაც თავარია რა. მოკლედ შემდეგ შეხვედრამდე, შემდეგ ვიდეოში უკვე პრემიერ ლიგაზე ვისაუბრებთ და ლიგასაც მალევე დავაწყებთ. ლიგის თავარ პროგნოზსაც. არა, ჯერ ლიგა იქნება და მე პრემიერი. ხო, ნუ თითქმის ერთდროულად მოუწევს. ხო რა, მოკლედ მალევე დაიდება ორი ვიდეო რა. კი ბატონო, აბა დროებით. გამოგვიწევთ. დროებით. აი ხა TikTok ვიდეო